აფხაზეთში სოხუმის შემოგარენში მოედინება მდინარე ბესლეთი. იქვეა მისი მოსახელე სოფელიც. მდინარეს მასზე გადებული უძველესი ხიდის წყალობით გაეთქვა სახელი. ბესლეთის ხიდი იმთავითვე იქცევდა ისტორიკოსთა და დამთვალიერებელთა ყურადღებას. იქაურები კი თამარის ხიდად მოიხსენიებდნენ. ერთმალიანი თაღოვანი ხიდი, რომლის სიგრძე 35 მეტრი, სიგანე კი 8 მეტრია, აგებულია კირქვის ფილებით, მოპირკეთებული ქვის თლილი ბლოკებით. ხიდი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს, რომლის აგების თარიღზეც მკვლევარებს შორის დღემდე სხვადასხვა ვერსიებია. პირველი ვინც ესე ვთქვათ მეცნიერულად შეისწავლა ეს ხიდი იყო ხელოვნებაცოდნეები ნიკო ჩუბინაშვილი და ლევან მუსხელიშვილი, მათ მე-11-12 საუკუნეები დაათარიღეს. მოგვიანებით აქ ჩავიდა თეიმურაზ ბარნაველი, რომელმაც პალეოგრაფიულად შეისწავლა აღნიშნული წარწერა, გააკეთა გრაფიკული გადმონახაზი და განაცხადა, რომ ხიდი უნდა იყოს მე-10 საუკუნის მიწურულს ბაგრატ მესამის ეპოქაში შექმნილი. და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს მოსაზრება არ გაიზიარა მომდევნო მკვლევარმა, პალეოგრაფმა ვალერი სილოგრავამ, მან განაცხადა, რომ რახან ხიდის წარწერაში არის კიდურ წაისრულობა და კიდურ წერტილოვნება, ამიტომ ეს ხიდი მყარად უნდა იყოს მე-11 საუკუნით დათარიღებული. ბატონ ვალერის მიაჩნდა, რომ ბაგრატ მე-4 იხსენიებოდა წარწერაში, ხოლო თეიმურაზ ბარნაველს მიაჩნდა, რომ ეს ბაგრატ მე-3 უნდა ყოფილიყო წარწერაში დასახელებული. და რამდენიმე სურათი არის იმ ეპოქიდან შემორჩენილი ხიდისა, თუმცა წარწერა მაშინ იქ არავის არ წაუკითხავს, რადგანაც მთლიანად იყო დაბურული მცენარეული საფარით. შემდგომ წყალდიდობის დროს 1934 წელს წყალმა მოგლიჯა ეს მცენარეული საფარი ხიდზე და გამოჩნდა წარწერა ხიდის თაღზე, არკაზე. მიუხედავად იმისა, რომ წარწერაში მეფე ბაგრატია ნახსენები და ისტორიკოსებიც გადაჭრით მიიჩნევენ, რომ ხიდის აშენებას არაფერი აქვს საერთო თამარის ეპოქასთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ მეფე ქალისადმი დიდი სიყვარულის დასტურად ხიდს მაინც თამარის სახელი შეარქვა, ისევე როგორც სხვა მსგავსი არქიტექტურის ნაგებობებს დანარჩენ საქართველოში. ბევრი ესე ვთქვათ შესაძლებლობა და ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, რატომ უწოდა ადგილობრივმა ხალხმა თამარის სახელი ამ ხიდს. ჩვენი ყოფნის დროს მაგალითად მოსახლეობა, ვინც იქ ცხოვრობდნენ, ქართველები ამ სოფელში, ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, ყველა მას თამარის ხიდს ეძახოდა და ჩვენ ვეუბნებოდით, თამარს რატომ ეძახით, როდესაც ბაგრატია წარწერაში დასახელებული. ისინი ამბობდნენ, რომ ეს თამარის ხიდია, ჩვენ არ ვიცით ბაგრატი, ჩვენ ვიცით თამარი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ესეთი რაღაც განსაკუთრებული ესთეტიკური დამოკიდებულება ქართველი ხალხისა მეფე თამარისადმი. მე ცხოვრობდი ბესლეთში, ბესლეთის ხიდიდან, თამარის ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში. მთელი ბავშვობა, ახალგაზრდობა გავატარე იქ. ხიდი ჩვენი სიამაყე იყო, ჩვენ ამ ხიდს ვეძახდით თამარის ხიდს და ეს იყო სულ ასე. მე ამ ქუჩასაც, ქუჩა ქალაქიდან რაღაც 5-7 კილომეტრის სიგრძის არის და შეერქვა თამარის ქუჩა. ხშირად დავდიოდით იქ. ადგილი იყო ძალიან ისეთი, კაკლის ხეივანი იყო იქ გვერდზე კიდევ და დასასვენებლად გრილი ადგილი, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ეხლა რაც ვიცი მისი ისტორიის შესახებ, ეგ არის რომ ცოტა ხიდიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იყო ციხე ნაგებობის მსგავსი და გვიხსნიდნენ რომ ეს იყო ბესლეთის ქალაქში მთის ტომებისგან დასაცავად ციხესიმაგრე. მრავალეროვანი იყო ეს სოფელი, ბერძნები, აფხაზები, სომხები და ეს აფხაზი ბავშვები და ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, ერთად ხიარულობდით ამ ხიდზე და ჩვენს მეხსიერებაში და ჩვენში ერთი მთლიანი, ერთი სიამაყე როგორც ქართველი, ისე აფხაზისთვის ეს თამარის ხიდი ასეთი დაგვრჩა და დღემდე ასე წამს და მჯერა. დავა ხიდის წარწერის შესახებ ბოლო 10 წლეულებში დაიწყო. ქართველი მეცნიერებისთვის გაუგებარია აფხაზი კოლეგების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები.
ხიდს აქვს ძალიან დიდი ისტორიული დატვირთვა, რადგანაც 1934 წელს, როდესაც ეს ხიდი წარწერა გამოჩნდა, პირველი ვინც შეამჩნია ეს იყო აფხაზი მეცნიერი და აფხაზის სიძველეთ მოყვარული იოსებ აძიმბა. ის გახლავთ არა მარტო ამ წარწერის, ესე ვთქვათ, აღმომჩენი, არამედ დამცველიც იყო ქართული წარწერების. აფხაზი ისტორიკოსები მიესალმნენ ამ წარწერას, გარდა ამისა გამოქვეყნებული იქნა ხუხუტი ბღაჟბას მიერ, რომელიც ასევე მე-11 საუკუნით ათარიღებს. გამოქვეყნებული იქნა მხარეთმცოდნე ვიანურ ფაჩულიას მიერაც, მაგრამ დღევანდელი დღეს, ესე ვთქვათ, მაინც მუშაობს სეპარატისტული ნომენკლატურა და მათ გამოაქვეყნეს, რომ თითქოს და ეს წარწერა არსებობს მოსაზრება ხუხუტი ბღაჟბა შთამომავალმა ოლეგ ბღაჟბამ განაცხადა, რომ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თითქოს და ქართველებმა ეს წარწერა 30-იან წლებში მიაწერეს იქო. როგორც დრომ გვიჩვენა, ხუროთმოძღვარს კარგად ჰქონდა შესწავლილი მდინარე ბესლეთის ხასიათი. ამავდროულად ძველი ხიდი თანამედროვე ხიდმშენებლობის კანონებსაც სრულიად აკმაყოფილებს და როგორც ამბობენ, 8 ტონიანი მანქანების სიმძიმის ატანაც შეუძლია. ასეთი მძლავრი და ტექნიკურად მაღალხარისხოვანი ხიდი დიდ სავაჭრო და პოლიტიკური მნიშვნელობის გზაზე უნდა მდგარიყო. აფხაზებს და ქართველებს გვაქვს საერთო კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იქნებოდა ჩვენი წინაპრების მიერ, იმიტომ რომ ბაგრატ მესამე აფხაზთა იყო აფხაზთა მეფე, ჯერ მერე გახდა მეფე აფხაზთა და ქართველთა, მერე გახდა მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა. ანუ ჩვენ გვაქვს საერთო ისტორიული წარსული, საერთო კულტურული მემკვიდრეობა და ბუნებრივია ამ საერთო კულტურული მემკვიდრეობის, ესე ვთქვათ, რიგში გადის ეს ხიდიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იდენტობის, კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ვინაიდან ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ბესლეთის ხიდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება გაძნელებულია. სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მომხმარებლები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ ხიდი საჭიროებს გამაგრებას და მცენარეული საფარისგან გაწმენდას. როგორც ჩანს, დრომ და გარემოებებმა ისევ გადაფარეს ქართული წარწერა. მტკიცებულება ჩვენი საერთო ისტორიისა.